2011 წლამდე ECDIS-ზე სწავლება როგორც წესი შემოიფარგლებოდა მოკლე გაცნობითი კურსით ან ხდებოდა ეგრეთ წოდებული ზეპირი გადმოცემითი სწავლების გზით, როდესაც ერთი ოფიცერი საკუთარ კოლეგებს უტარებდა პრაქტიკულ გაკვეთილებს. ნავიგაციის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ECDIS-ით ნავიგაციისას ავარიების რისკის შესამცირებლად ეროვნულმა საზღვაო ადმინისტრაციებმა და საერთაშორისო სააგენტოებმა შემოიღეს სპეციალური მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც მეზღვაურებმა უნდა გაიარონ არა მხოლოდ ზოგადი, არამედ კონკრეტული მწარმოებლის სისტემაზე მორგებული ECDIS-ის კურსები. დღესდღეობით ECDIS-ზე ორი ძირითადი ტიპის სწავლება არსებობს. Generic ზოგადი ECDIS-ის კურსი, რომელიც ტარდება IMO მოდელ კურსის მიხედვით და Type Specific მწარმოებლის სისტემაზე მორგებული ECDIS-ის კურსი, რომელიც აუცილებელია რომ შესრულდეს იმავე მოდელისა და პროგრამული უზრუნველყოფის იმავე ვერსიით, რომელიც გემზეა დამონტაჟებული. ზოგადი ECDIS-ის კურსი მოიცავს მოწყობილობის ძირითადი ფუნქციების ცოდნას, მისი სისტემური მუშაობის ზოგად გაგებასა და იმ თეორიულ საფუძვლებს, რომლებიც აუცილებელია უსაფრთხო ექსპლუატაციისთვის. დღეს ჩვენს მიერ წარმოდგენილ მასალში და უკვე შემდგომ ვიდეოებშიც ნახავთ ECDIS-ის ზოგად მიმოხილვას, რომელიც მოიცავს Furunos სერიის ECDIS-ის ოპერაციულ გამოყენებას. განსახილველი ძირითადი თემებია ხელმისაწვდომ ფუნქციებთან გაცნობა, მენიუს სტრუქტურის ცოდნა, ეკრანის პარამეტრების მართვა, უსაფრთხოების პარამეტრების დაყენება, განგაშისა და გაუმართავობის სიგნალების ამოცნობა და საჭირო მოქმედებები. ჩართვა და გამორთვა. ECDIS-ის ჩასართავად ან გამოსართავად უნდა დააჭიროთ Power. ჩართვის ღილაკს, რომელიც მდებარეობს მართვის პანელზე. ჩართვის შემდეგ გაშვების პროცესი სრულდება 2 წუთში. პროცესის განმავლობაში არ არის რეკომენდებული სხვა ღილაკებზე შეხება. ჯობს დაელოდოთ პროცესის დასრულებას. მართვის პანელი. ECDIS-ი იმართება მართვის პანელის საშუალებით, რომელზეც განთავსებულია ბურთულა, რომელიც გამოიყენება კურსორის გადასაადგილებლად ეკრანზე. სტანდარტული მართვის პულტი RCU034 აღჭურვილია როგორც სრული კლავიატურით, ისე დამატებითი საკონტროლო ღილაკებით, რაც მეზღვაურს შესაძლებლობას აძლევს, რომ სწრაფად და ეფექტურად მართოს სისტემის ძირითადი ფუნქციები. პულტზე განთავსებულია მრავალფუნქციური ღილაკი, ეგრეთ წოდებული Multifunction Display, რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვან ეკრანზე გადასვლა. Alarm Acknowledge განგაშის დადასტურების ღილაკი გამოიყენება განგაშის დადასტურებისა და სიგნალის გაჩუმებისთვის. Electronic Bearing Line ელექტრონული გეზის ხაზი და Variable Range Marker, ანუ ცვლადი მანძილის მაჩვენებელი, ანუ წრიული რანგოლი, აქტიურდება შესაბამისი ღილაკებით და რეგულირდება მბრუნავი მექანიზმებით. გამოსახულების ინტენსივობის ღილაკი, რომელიც ხშირად მოიხსენიება როგორც Brilliance ღილაკი, გამოიყენება ეკრანის განათების რეგულირებისთვის. მისი საშუალებით ოპერატორს შეუძლია ეკრანის სიკაშკაშის დონის მორგება გარემო განათების შესაბამისად და ასევე გადართვა დღის, ბინდისა და ღამის ფერად პალიტრებს შორის. ეს ფუნქცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან დღის განმავლობაში საჭიროა ეკრანის მკვეთრი და ნათელი გამოსახულება. მაშინ, როცა ღამის ნავიგაციისას ზედმეტმა სინათლემ შეიძლება ნავიგატორი დაღალოს და ხედვის უნარი შეამწიროს. სწორედ ამიტომ Brilliance ღილაკი ხელს უწყობს ოპტიმალურ სამუშაო პირობების შექმნას სხვადასხვა გარემო პირობებში. საჩვენებელი ნათურა, LED ინდიკატორი, მიუთითებს სისტემის სტატუსზე. მწვანე ნორმალური, წითელი აქტიური განგაში. კრთალი წითელი ნათურა კი დაუდასტურებელი განგაშის ნიშანია. Undo ეს ღილაკი გამოიყენება უკან დაბრუნების ფუნქციისთვის. მისი საშუალებით მეზღვაური შეძლებს უკან დააბრუნოს ბოლო შესრულებული ოპერაცია, როდესაც მუშაობს მარშრუტის გეგმაზე ან მომხმარებლის მიერ შექმნილ რუკაზე. View Hide ღილაკზე დაჭერისას ერთჯერადი მოქმედებით შესაძლებელია ეკრანზე არსებული გარკვეული ელემენტების გამოჩენა ან დამალვა. კერძოდ შესაძლებელია შემდეგი ელემენტების ჩართვა ან გამორთვა. Instant Access Bar, სწრაფი წვდომის ზოლი, Electronic Bearing Line საკონტროლო ველები, ცვლადი მანძილის მაჩვენებლების ხაზები და სხვა. Acquire, აქტივაცია, Target Data და Target Cancel ღილაკები გამოიყენება დასაკვირვებელი გემების სამართავად. მათი გამოყენებით შესაძლებელია რადარის მიერ შემჩნეული სამიზნის ან AIS-ის სამიზნის მონაცემების მიღება, ჩვენება ან გაუქმება. მართვის პანელზე განთავსებულია USB-ს შესაერთებელი. მისი გამოყენება მნიშვნელოვნად ამარტივებს USB მეხსიერების მოწყობილობის გამოყენებას ფაილების ჩასატვირთად ან გადასატვირთად. ეს შესაერთებელი შესაძლებელია გამოიყენოთ იმაზე უფრო მოსახერხებლად, ვიდრე უშუალოდ პროცესორის
ბლოკზე განთავსებული USB-s პორტები. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ USB მეხსიერების მოწყობილობა წინასწარ უნდა იყოს ფორმატირებული შესაბამისი ფაილის სისტემით. რუკის მასშტაბის შესაცვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ გადიდების და დაპატარავების ღილაკი. პლუს ღილაკზე დაჭერით რუკას მიახლოვებთ, ხოლო მინუს ღილაკზე დაჭერით კი რუკას გაშლით. რუკის მასშტაბის შეცვლის კიდევ ერთი სწრაფი და მარტივი გზა არის მაუსის მოძრავი რგოლის გამოყენება. მისი დატრიალებით მასშტაბის შეცვლა ხდება ძალიან სწრაფად და მოსახერხებლად. სწრაფი წდომა. დისტანციური წდომის კურსორი გამოიყენება მენიუს სწრაფად სამართავად. შესაძლებელია ფუნქციების სწრაფი არჩევა, რედაქტირება და პარამეტრების რეგულირება. მაუსის ფუნქციები. მარცხენა ღილაკი. ფუნქციების არჩევა და გახსნა, აგრეთვე ბარათის გადანაცვლება ეკრანზე. მაუსის ბურთის მოძრაობისას ხდება სწრაფი გადიდება და დაპატარავება. მარჯვენა ღილაკით კონტექსტური მენიუს გახსნა, მაგალითად, რუკის მასშტაბი, ნავიგაციის რეჟიმი, სენსორული პანელი და გემის მარშრუტის დაგეგმარება. დღეისათვის სულ ეს იყო. შემდეგ ვიდეოში დეტალურად განვიხილავთ information bars, საინფორმაციო ზოლი, status bars, სტატუსის ზოლს და მათზე დატანილ ღილაკებს. თუ გსურთ, რომ ექტისთან დაკავშირებით გაგრძელდეს მსგავსი ვიდეოები, მაშინ კომენტარებში დაგვიწერეთ გააგრძელე. ეს ვიდეო კი გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს და დამწყებ მეზღვაურებს. მადლობა რომ გვიყურეთ.